ეხლა მივესალმები პარტია ხალხის ძალის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანს ეკასეფაშვილს მოგესალმებით ქაბატონ ეკა გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ისევ ინტერპელაციაზე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში სტუმრობას დავუბრუნდეთ. თქვენ ერთგვარი უკმაყოფილება გამოთქვით საელჩოების მისამართით. მიიჩნევთ, რომ ისინი უფრო პროაქტიულები უნდა იყვნენ მასპინძელ ქვეყანაში მუშაობის პროცესში. აი კონკრეტულ რაიმე ფაქტებს ემსახურება, ეფუძნება ეს თქვენი წუხილი თუ ზოგადი განცდა გაქვთ თუ შეიძლება უფრო მეტი რო გითხრათ ამ თემაზე. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. დიახ, ჩვენ დღეს საკმაოდ საინტერესო ინტერპელაცია მოვისმინეთ, უბრალოდ ახალი არაფერი არ თქმულა ამ ინტერპელაციაზე. კითხვებიც იყო ისეთი, რომელიც 1000-ჯერ მოგვისმენია რადიკალების თუ აგენტურის წარმომადგენლების მხრიდან. და აქედან გამომდინარე მე უბრალოდ აქცენტები დავსვი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად ამ ეტაპზე საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს რო იყოს ჩვეულებრივ ვითარებაში, როგორც ეს იყო 2022 წლამდე, რა თქმა უნდა, საელჩოების მუშაობა იქნებოდა დამაკმაყოფილებელი ისეთი, როგორიც არის, მაგრამ დღეს საქართველოს საკმაოდ განსხვავებულ ვითარებაშია. მე იმას გულისხმობ, რომ თქვენ გინდათ გლობალური ომის პარტია დაარქვით, გინდათ deep state-ი, გინდა კეთილმოსურნე პოლიტიკოსები თუ ბიუროკრატიები, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი დღეს უმკლავდება საერთაშორისო ზეწოლას და არის გარკვეული ცდილობები დააზიანონ საქართველოს რეპუტაცია, საქართველოს იმიჯი არასწორად და არარეალისტურად წარმოაჩინონ საქართველოში არსებული ვითარება და ხშირ შემთხვევაში მე მაგალითად მქონია ესეთი შემთხვევები, როდესაც საზღვარგარეთ ვიმყოფები ვიზიტად, რომ საზღვარგარეთის ქვეყნის რომელიმე პოლიტიკოს არ ქონია სრული ინფორმაცია, ან წარმოდგენა არ აქვს რა ხდება, ან აქვს საკმაოდ დიდი სურვილი საქართველოსთან დაამყაროს ურთიერთობები სხვადასხვა თუმცა ამის შესაძლებლობებს მოკლებულია და უბრალოდ ვთქვათ ის არ გებლა ჩემი ვიზიტით ან ჩემთან პირადი ნაცნობობით. მე სწორედ აი ესეთ ვითარებაზე ვსაუბრობ, აი ასეთ ვითარებაში ჩვენი საელჩოები უნდა იყვნენ გაცილებით უფრო აქტიურები და პროაქტიულად თვითონ უნდა ქმნიდნენ და ეძებდნენ საქართველოს სხვადასხვა უწყებების, სხვადასხვა სამინისტროებს გულისხმობ მე, ასევე სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებს, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების თუ აღმასრულებელი ხელისუფლების თუ სასამართლო ხელისუფლების სხვადასხვა მიმართულებით ცდილობდნენ ურთიერთობების დამყარებას და ვიზიტების ორგანიზებას. იმიტომ რომ დღესდღეობით ახლა ვითარება, ანუ პროცედურა და პრაქტიკა ისეთია, როდესაც საელჩოს ავალებს ცენტრალური სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ თუ იმ ვიზიტის ორგანიზებას, ან ხელშეწყობას, ან რაიმე სხვა სახის დავალებას. აი, როდესაც ესეთ ვითარებაში არის, მე მოვუწოდებდი ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს და ასევე საელჩოებს, რომ უფრო მეტად აქტიურები იყვნენ ადგილობრივ ხელისუფლებებთან, მე გულისხმობ მასპინძელ ქვეყნებთან, რომ დავამყაროთ, არ არის აუცილებელი, რომ მაინდა-მაინც მაღალ პოლიტიკურ დონეზე და თუ მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკა არის ბოლოდროინდელ ისტორიას თუ გადავხედავთ განსაკუთრებული კრიტიკული საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ეს რამდენად იძლევა საშუალებას, რომ ეს პროაქტიულობა პროდუქტიული აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, როდესაც კრიტიკული არის, ასეთ ვითარებაში გაცილებით რთულია მოქმედება და სწორედ იმიტომ ვამბობ, რომ ესეთი მოქმედება საჭიროა აი ეს რთულ ვითარებაში. აუცილებელი არ არის, რომ ის საკითხები წამოვჭრათ ასეთი შეხვედრების ან ორგანიზებისას, ან დაგეგმვისას, რომელიც თქვათ ასთა უთანხმოებას იწვევს. თავისუფლად შეიძლება მოინახოს გადაკვეთის ის წერტილები, რომელიც ორივე ქვეყნისათვის არის ურთიერთსასარგებლო და პრაგმატული. აი ხა მოგეხსენებათ ევროკავშირმა თავის მხრივ შეწყვიტა საქართველოსთან ურთიერთობა და დიალოგი, რაც ასე ვთქვათ მის დემოკრატიულობის ხარისხს საკმაოდ აზიანებს, თუმცა ასევე მიანიჭა საქართველოს მიერ ინიცირებულ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს მიანიჭა განსაკუთრებული სტატუსი, რაც გარკვეული პროცედურების გამარტივებას გულისხმობს. აი ასეთი მაგალითი, როდესაც სახეზე გვაქვს, იქ ნებისმიერ ქვეყანასთან შეიძლება
რომ რაიმე შეხების წერტილები ვიპოვოთ ისეთი, რომელიც არ იწვევს ასთა სხვადასხვაობას და ორივე ქვეყნის ინტერესშია. აი სწორედ ამას გულისხმობდი. მე ხა შორს ვარ იმას რისკა რომ ყველა ქვეყანასთან აუცილებლად შეიძლება გამოინახოს, თუმცა გააქტიურება საელჩოების და საელჩოს თანამშრომლების ამ მიმართულებით ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა. ბოლო რაც მახსენდება ხუთაშორის აი შავი ზღვაზე გასასვლელ თემაზე იყო თუ არ ვცდები კონფერენცია, სადაც ისეთი ქვეყნები იყვნენ მიწვეული, რომელსაც გასასვლელი არ ჰქონდა შავი ზღვაზე და ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც გასასვლელი აქვს, ის არ იყო მიწვეული, შეგნებულად გახსოვთ ალბათ ეს ისტორია. ამ კონტექსტში ვახსენე სწორედაც, როდესაც არის ესეთი დამოკიდებულება, რამდენად შეიძლება შედეგის მომტანი იყოს თუნდაც საელჩოს მცდელობა რიგი ღონისძიებების დაგეგმისა. ეს კონფერენცია, რომელიც თქვენ ახსენეთ, ორგანიზებული იყო სწორედ ევროკომისიის მიერ და იგივე ევროკომისიამ ამ კაბელს, რომელიც სწორედ აი ამ ქვეყნების დაკავშირებადობას უზრუნველყოფს, მიანიჭა განსაკუთრებული სტატუსი. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თუ ეს საელჩოები და ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები ეცდებიან, აუცილებლად იქნება შედეგი და აუცილებლად იქნება ვიზიტები. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ამ მიმართულებით საქმიანობის გააქტიურება იქნება ძალიან კარგი და აუცილებლად იქნება შედეგი. მე არ ვამბობ, რომ ყველა ქვეყანაში იქნება შედეგი, თუმცა გარკვეული გადაკვეთის წერტილების პოვნა შეიძლება, იმიტომ რომ აქ საუბარი ეხება არა მარტო პოლიტიკურ ურთიერთობებს, ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, ტურისტული, სპორტული და ასე შემდეგ. ანუ გადაკვეთის უამრავი წერტილის მოძებნა შეიძლება. კარგით, აი ამ ეს თემა მაშინ ლოგიკურად გავაგრძელოთ, როდესაც თქვენ საუბრობთ სტატუსზე, რომელიც მიენიჭა შავი ზღვის კაბელის პროექტს და ზოგადად ასეთი ტიპის მიმართულება რამდენად შეიძლება აიძულოს ევროკავშირი, რომ შეარბილოს ის წნეხი, რომელზედაც თქვენ საუბრობდით, ზეწოა, საერთაშორისო ზეწოა, რომელიც საქართველოზე არსებობს, ან პირიქით არ შეასუსტოს. რა მოცემულობას ქმნის ეს საკითხი? ევროკავშირის მიერ ამ სტატუსის მინიჭება უკვე ნიშნავს იმას, რომ შერბილებულია მისი ტონი. იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ ჩვენ ზუსტად აი ხა ჩვენი ჩართვის დროს ევროკავშირი ერთი მხრივ ანუ შარშანი იყო ხო თუ არ ვწდები ეს კონფერენცია, როდესაც საქართველოს არ დაპატიჟეს, რომელიც არის ერთადერთი ქვეყანა ამ 8 ქვეყნისათვის, რომ გასასვლელი ქონდეთ შავ ზღვაზე არ დაპატიჟეს, აი ამ დაკავშირებადობის განხილვისას და სულ რაღაც 1 წლის შემდეგ მიანიჭეს ასეთ პროექტს განსაკუთრებული სტატუსი. ასე რომ ტონი უკვე შერბილებულია და ეს ეკონომიკური პრაგმატიზმი ძალიან ბევრ ვითარებაში კიდე იჩენს თავს და ევროპაც იძულებული იქნება აი ამ პრაგმატულობას გაუწიოს ანგარიში, თუმცა მე არ ვამბობ, რომ ეს ძალიან იოლად და ძალიან მალე მოხდება, იმიტომ რომ ჯერჯერობით რასაც ხედავთ პოლიტიკური იმპერატივი უფრო წინ არის წამოწეული და პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოქმედებს ევროპა დღესდღეობით და სხვათა შორის ეს პოლიტიკური მისი ეს დღეს წესრიგი ზოგადად მთელი ევროკავშირის ეკონომიკასაც აზიანებს. ანუ მთლიანად მათი ეკონომიკა განიცდის საკმაოდ მძიმე ვითარებას იგივე ნავთობპროდუქტების გაძვირების გამო, იგივე აი ასეთი ბლოკადების და სანქციების გამო და ისინი იძულებულები იქნებიან, რომ გარკვეულწილად შეარბილონ ეს სანქციები. ჩვენ უკვე ვიხილეთ მსგავსი სანქციების შერბილება, როდესაც სპარსეთის ყურეში განვითარდა სამხედრო მოქმედებები, როდესაც შეაჩერეს რუსეთის სანქციების მე-20 პაკეტის ამოქმედება, ასევე გარკვეულად მიიღეს შემსუბუქება რუსეთის ნავთობის შესყიდვისას და ასე შემდეგ. ანუ ისინი დღევანდელი პოლიტიკური განცხადებებით და პოლიტიკით საკუთარ თავსაც აზიანებენ და აქ არ უნდა გაგუკვირდეს ახლა რომ საქართველოს მიმართ მაინდა-მაინც ლოიალური დამოკიდებულება ვერ ექნება. თუმცა თვითონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მათ მოსახლეობაში სულ უფრო და უფრო იმატებს უკმაყოფილება, რაც სწორედ გამოწვეულია სწორედ აი ესეთი არაპრაგმატული პოლიტიკის გატარების გამო. ასე რომ მე ვფიქრობ ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მათ ეკონომიკას.
და აუცილებლად შეიცვლება მათი ასეთი ხისტი პოლიტიკური განცხადებებიც აუცილებლად შერბილდება მომავალში. აი თქვენთანაც დავსვამ იმ კითხვას, რომელიც წინასწარმეტყველს დაუსვი, უნგრეთის არჩევნები და ამ არჩევნების შედეგების გაანალიზებაზე მინდა კითხოთ. თავისი გავლენა ნამდვილად იქონია ქვეყნის შიგნით უნგრეთის არჩევნებმა, ოპოზიციური სპექტრის ნაწილის მოსაზრებებზე და მსოფლმხედველობაზე როგორი გავლენა მოახდინა თქვენი აზრით, თქვენი დაკვირვებით უნგრეთის არჩევნებმა? უნგრეთის არჩევნები ფიქრობ ეს სწორედ უნგრელი ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ ქვეყანაში არსებულ რადიკალებს და სხვადასხვა აგენტურის წარმომადგენლებს რა უხარიათ, ჩემთვის ცოტა არ იყოს გაურკვეველი, იმიტომ რომ უნგრეთი და იგივე მისი ახალი მთავრობა ისევ და ისევ უნგრელი ხალხის ინტერესების დაცვას შეეცდებიან და ჩვენ უკვე ხედავთ აი ამ პირველ ნიშნებს, იგივე ევროკავშირი, როგორც ვიცით, უნგრეთს თხოვდა 90 მილიარდი ევროსათვის ბლოკის ვეტოს მოხსნას და მადიარმა განაცხადა, რომ მოხსნის იმ შემთხვევაში, თუ აღდგება დრუჟბა, მილსადენი დრუჟბა, რომელთაც უნგრეთი მარაგდება რესურსებით, ასე რომ პირდაპირ ახალი ხელისუფლება პირდაპირ არ მიდის დათმობებზე ისევ და ისევ უნგრელი ხალხის და უნგრეთის ინტერესების დაცვას ცდილობს. ასე რომ ჩვენ ამ მიმართულებით უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და მე არ ვფიქრობ, რომ რადგან უნგრეთში ხელისუფლება შეიცვალა, უნგრეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ რადიკალურად შეიცვლება, ჩვენ ვიხილეთ უკვე ახალი ხელისუფლების განცხადება და ამასთანავე არ დაგავიწყდეთ, როდესაც საქართველოს საკითხის განხილვა იყო და განსაკუთრებით, როდესაც ეს შეეხებოდა საქართველოსთან ვიზო რეჟიმის შეჩერებას, მხოლოდ უნგრეთი არ იყო ამის წინააღმდეგ. იყვნენ სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ასევე წინააღმდეგები იყვნენ, უბრალოდ უნგრეთი იყო ის ქვეყანა, რომელიც ამის შესახებ ხმამაღლა ღიად კამერებთან საუბრობდა. ასე რომ ეს ახალი მოცემულობა, რაც ევროპაში შეიქმნა, ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან იმედის მომცებია აქაური რადიკალებისათვის. მე უფრო თავშეკავებული ვიქნებოდი და დაველოდებოდი მოვლენების განვითარებას და ვფიქრობ, რომ ახალი ხელისუფლებაც პირველ რიგში უნგრეთის ეროვნული ინტერესების დაცვას შეეცდება, რაც უკვე ვიხილეთ. და ამასთანავე არ დაგვავიწყდეს, რომ ორბანის წინააღმდეგაც საკმაოდ ძლიერი ზეწოლა მიმდინარეობდა, სწორედ ახლა წავიკითხე ინფორმაცია, როდესაც ზელენსკიმ განაცხადა, რომ დრუჟბა, რომელზეც მისი განცხადებით დაზიანებული იყო, უკვე აპრილის ბოლოს შეკეთდებოდა. მაშინ, როდესაც ორბანი ითხოვდა დრუჟბის, აი მისადენის ვითარების და მდგომარეობის შემოწმების მიზნით უნგრელი ექსპერტების გაგზავნა, ზელენსკი ამაზე უარს აცხადებდა. ასე რომ აი ესეთი ზეწოლა ორბანის მიმართ ნამდვილად იყო. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მიმართ რაიმე ძალიან რადიკალური ცვლილებები შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ უნგრეთში ხელისუფლება შეიცვალა. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ეკა სეფაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ჩვენი სტუმრები. მივესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს ირაკლი